მოგესალმებით ეთერშია სტასო ტივის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა შემოტევები იყო ფაშისტური ორგანიზაციების მხრიდან, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საახალწლო სოფელს გამართულად ემუშავა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის წლის პირველ სხდომაზე განაცხადა. კალაძის მტკიცებით გასულ წელს მეწარმეების მხრიდან საახალწლო სოფელში მონაწილეობაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით საზოგადოების ნაწილის მხრიდან ქართველი შემსრულებლების მისამართითაც იყო ბულინგი, შეურაცხყოფა. თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები თბილისელების ხალხის გვერდით დადგნენ. გახარია საქართველოსთვის ლიდერ გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსის სასტუმრო შერატონში მოხდა და გახარია კლინიკაში იქნა გადაყვანილი. თავდასხმაზე პარტიის წევრი ნათია მეზრუშვილი სოციალურ ქსელში წერს და პასუხისმგებლობას აკისრებს ქართულ ოცნებას. ყველას მოგაკითხავთ, წარმოდგენა არ გაქვთ რამხელა შეცდომა დაუშვით. დანდობა არ იქნება გპირდებით. საქართველოს პროკურატურა 24 საათში არ იქნება ყველა თავდასხმელი დაკავებული და თქვენც მოგაკითხავთ. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მოახდინონ და ყველა საგამოძიებო მოქმედება სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერი რეაგირება მნიშვნელოვანია, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ წახალისდეს. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული. აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში. ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი X-ზე წერს. ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ. დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვ. რეჟიმმა კრიტიკული ხმები უნდა დაიცვას და მათ არ უნდა დაემუქროს. გიორგის სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, წელს მიხაილ როთი. ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონის განცხადებით ქართული დროშა ქართული ხალხის სიმამაცეს და გამბედაობას წარმოადგენს, რომელიც საკუთარ თავისუფლებას ტირანული რეჟიმის განიცავს. დღეს საქართველოს ეროვნული დროშის დღეა, მშვენიერი დროშა, რომელიც წარმოადგენს ქართული ხალხის სიმამაცეს და გამბედაობას, რომელიც საკუთარ თავისუფლებას ივანიშვილის ტირანული რეჟიმის განიცავს. უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, წერს უილსონის სოციალურ პლატფორმა X-ზე. კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები კონგრესმენებს ენდი ჰარის, დენ კრეშნოს, დერეკ ვან ორდენს და მაიკ ჰარიდოპულს შეხვდნენ. ინფორმაციას ძლიერი საქართველო ავრცელებს. მათივე ცნობით შეხვედრისას განიხილეს ქართული ოცნების მიერ არჩევნებისა და სახელმწიფოს მიტაცება. საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების, თავისუფალი მედიისა და აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებული საგანგაშო რეპრესიები. ქართველმა ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმარის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ამერიკელმა კანონმდებლებმა კარგად იციან ის უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც ქართული ოცნების რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან პოლიტიკური დაახლოებით წარმოიქმნება. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს. ბოკუჩავას განცხადებით ის მარტა კოსს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ სანქციების პოლიტიკის გატარების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მე ვესაუბრე მარტა კოსს დეტალურად საქართველოზე სანქციების პოლიტიკის გატარების მნიშვნელობაზე. ინდივიდუალური სანქციების ივანიშვილის მისი გარემოცვის, მათ შორის მასთან შეზრდილი ბიზნესმენების წინააღმდეგ იმისთვის, რომ ვაიძულოთ დატოვოს ხელისუფლება, ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული ევროპული განვითარების გზას, განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ინფორმაციისთვის, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს. დიდი ღომში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულზე გაჩნდა. მათივე ინფორმაციით შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. გახარია საქართველოსთვის წევრის ნათია მეზრუშვილის განცხადებით ადგილზე, სადაც გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, პერიმეტრი განზრახ არ იყო დაცული. პოლიცია კი დაგვიანებით მივიდა და ამის მტკიცებულება არსებობს. როგორც მეზრუშვილი Facebook-ზე წერს, მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს. ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია ამის მიუხედავად ყველაფერი ამოიღონ, რაც სავსებით შესაძლებელია თავის კამერებიანად. მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება, ამიტომ მოუწევთ ესეთ მოიძიონ და ამტკიცონ, რომ არ გაუნადგურებიათ, წერს მეზრუშვილი.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებში კლოდ კერნი და ედიტე ესრელა ფაქტების დამდგენი მისიით საქართველოს ეწვივნენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინფორმაციით ვიზიტი 16 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და მისი მიზანია შეაფასოს საქართველოს როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს შესაბამისობა მის ვალდებულებებსა და მოვალეობებთან. განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე. მათ მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად ვიზიტის ფარგლებში თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, ხელისუფლების წარმომადგენლებს და ინსტიტუტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით აფხაზეთის მთავრობაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ორთაჭალაში დევნილთა საცხოვრებელში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგებს შეისწავლის. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით ლევან მგალობლიშვილის დავალებით დღესვე სამუშაო ჯგუფის წევრები ორთაჭალაში იმყოფებოდნენ. მათივე ცნობით მთავრობის წევრები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას. დევნილების დროებითი ცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებს და დაზარალებულ მოსახლეობას გაესაუბნენ. სამუშაო ჯგუფის წევრები სრულ კოორდინაციაში არიან ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად შეძლონ მოსახლეობის დახმარება. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებული პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი გამომძიებლებმა მეორე მცდელობის შემდეგ დააკავეს. ინფორმაციას BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის აღსრულებისთვის იუნ სუკ იოლის რეზიდენციასთან პოლიციამ დაახლოებით 1000 ოფიცერი განათავსა. იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებილი მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ პოლიციას იუნ სუკ იოლის დაკავების საშუალებას არ მისცემდნენ. ცნობისთვის სამართალდამცავებმა იუნ სუკ იოლის დაკავება რამდენიმე დღის წინაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც სასამართლომ დაკავების ორდერის ვადა გაახანგრძლივა. ირანს დონალდ ტრამპის მკვლელობა არასდროს დაუგეგმავს. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე გეგმავდა თუ არა ირანის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობას ირანის პრეზიდენტმა ფეზეშკიანმა განაცხადა, რომ არა, ჩვენ ეს არასდროს გვიცდია და ამას არც არასდროს გავაკეთებთ. ირანს ვინმეს მკვლელობა არასდროს უცდია და დაუგეგმავს, ყოველ შემთხვევაში რამდენადაც მე ვიცი, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგის მზად არის. პრობლემას დიალოგი არ წარმოადგენს, ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ რის შესახებაც არ უნდა ვისაუბროთ. ისინი ხელისუფლების დამხობას ცდილობენ და არა პრობლემების მოგვარებას, აღნიშნა მასუდ ფეზეშკიანმა. პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იმატებს საქართველოს ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი X-ზე წერს. სამწუხარო დღე საქართველოში ბოლო კვირებში ყველა შობის დღესასწაულზე სიყვარულისა და მშვიდობის, ახალ წელს ბედნიერების და სახელმწიფო დროშის დღეს ერთიანობის შესახებ საუბრობდა. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იმატებს. ეს საქართველოს ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს. ეს ასე არ უნდა იყოს, წერს ფიშერი. ცნობისთვის, გახარია საქართველოსთვის ლიდერ გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხილს სასტუმრო შერადანში მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინი შერყევა აქვს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია ვაშინგტონში ჩატარდა და დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის გაფორმება მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში. ვაყალიბებთ აშშ სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას. კომისია ჩარჩოს გვაძლევს, რათა გავაფართოვოთ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკური საკითხების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დემოკრატიის, სასამართლოს, ინკლუზიურობის, ხალხთა შორის კონტაქტების რიგ საკვანძო საკითხებში, განაცხადა ბლინკენმა. თავის მხრივ მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები, რომლებიც საერთო ღირებულებებსა და ორმხრივ ინტერესებს ეფუძნება, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.